საპროტესტო აქციები არ შეწყდება და იცით რომ ეხა უნდა შევიკრიბოთ ძვირფასო მეგობრებო 2 დეკემბერს სასამართლო ეზოში მიუხედავად იმისა რომ იქ მათ იძალადეს ჩვენ კიდევ უფრო მეტნი უნდა მივიდეთ მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და მათ პროვოკაციებს არ ავყვეთ და ეს საპროტესტო მოძრაობები არ იქნება ხახო მინავლებული ნუ გაქვთ იმისი განცდა რომ შესაძლებელია მინავდეს არ მინავდება მაშინ უნდა გამოვიდეთ და თქვათ რომ მიხეილ სააკაშვილსაც ვტოვებთ ტყვეობაში და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმსაც ვეგუებით უბრალოდ ტაქტიკური და სტრატეგიული მოსაზრებებიდან გამომდინარე ხშირად მეუბნებიან ხოლმე არ დაგიმონო თქვათ დავასრულე ვიცით რა არ აი გამოიყმელი მზად ვარ ზუსტად ვიცი როცა გჯერა რასაკეთებ და იცი რომ ეს არის შედეგზე ორიენტირებული, დიახაც დარწმუნებული ვარ რომ უნდა აკეთო მიუხედავად იმისა რომ შეიძლება მცირე ჯგუფს არ მოწონდეს. აი დაგვიძახე და რატო დავშალე? და მაპატიეთ რა შტურმისკენ უნდა წაგიყვანოთ? არა, შტურმისკენ უნდა არ წავიყვანოთ. არ წაგიყვან შტურმისკენ. ამ პასუხისმგებლობას არ ავიღებ პირდაპირ გეუბნებით. არ ვასრულინებ ჩემი ერთი ასე თქვათ განცხადებით და მოწოდებით უამრავ სპეცნაზს ტყვიას რომელიც ბევრ ჩვენ მეგობარს შუბში მოხდება არ ვასრულინებ მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ სხვა გზა არ არსებობს რეჟიმის დამარცხების და ეს გზა ნაპოვნია და ამ გზას სჭირდება სიმტკიცე და არა წუწუნი და სჭირდება ურთიერთპატივისცემა და დაუღლელი მუხჩაუღრელი შრომა მართლა შრომა არის რაც გვიწევს ეხა აქციების მსვლელობისა შრომაა თორე ადამიანები ორშაბათს დილით 11 საათზე რომ მოვიდნენ უამრავი სხვა საქმე აქვს ხო მაგრამ მოდიან და მართლა სამსახურში დგანან